ორბანს ცალსახად სწორი დამოკიდებულება აქვს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ, რადგან არავის მისცა უფლება მის ქვეყანაში უკანონოდ შესულიყო. ამავე თვალსაზრისით პოლონეთმაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. თუმცა სამწუხაროა, რომ ევროპულ ქვეყანათა უმრავლესობა უკონტროლო მიგრაციის შედეგად უბრალოდ ლპება. ევროპელი ლიდერები თქვენი დამოკიდებულების გამო ცოტათი გაოცებულები არიან. ისინი გაოცებულები იმით უნდა იყვნენ, რომ საკუთარ ქვეყნებს ანადგურებენ. ისმინეთ, ეს ხალხი მე მომწონს, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა არ უნდა დაუშვან არსებული სიტუაციის გაგრძელება, რადგან თუ იმიგრაციამ გარკვეულ ნიშნულს მიაღწია, მისი გამოსწორება შემდეგ შეუძლებელი გახდება. რას გულისხმობთ? გულისხმობ იმას, რომ ისინი ძლიერი სახელმწიფოები აღარ იქნებიან. ფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება თქვენი მოკავშირეები აღარ იყვნენ? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუმცა ცალსახაა, რომ იდეოლოგიის შეცვლა მოუწევთ. თუ არსებული ტენდენციები გაგრძელდება, ისინი უფრო სუსტები და განსხვავებულები გახდებიან. უბრალოდ შეხედეთ ლონდონის მერს. ის ნამდვილი კატასტროფაა. თუმცა მას მერის პოსტზე მუდმივად ერჩევენ, რადგან იქ ჩასული მიგრანტები აძლევენ მას ხმას. მძულს იმის ნახვა, თუ რა დაემართა ლონდონსა და პარიზს. ბატონო პრეზიდენტო, ხანდახან რთულია განვასხვაოთ თქვენ მიერ გაგზავნილი მესიჯები ჩვენი მოკავშირეებისთვის. ეს უფრო მკაცრი სიყვარულის გამომხატველი ტონია, თუ უბრალოდ ფიქრობთ, რომ ისინი სუსტდებიან და აღარ გსურთ მათთან მოკავშირეობა. ფიქრობ, ისინი სუსტები არიან, თუმცა ასევე ფიქრობ, რომ მათ სურთ ზედმეტად პოლიტკორექტულები იყვნენ და ახლა აღარ იციან რა უნდა გააკეთონ. ევროპამ აღარ იცის რა უნდა გააკეთოს, აღარ იციან სავაჭრო ურთიერთობების ადეკვატურად წარმოებაც. მე ვაკვირდები ევროპას ამ კუთხით და ტენდენციები დადებითი ნამდვილად არ არის. ნამდვილი პრობლემა ალბათ მაინც პოლიტკორექტულობაა. ეს მათ ძალიან ასუსტებთ. როგორც ხვდები, თქვენ ევროპაში მასობრივი რეფორმების ხილვა გსურთ. მიმაჩნია, რომ არალეგალურად შესული ადამიანები ქვეყნებიდან უნდა გააძევონ. შეხედეთ რა მოხდა შვედეთში. ეს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო მსოფლიოში. ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად იქცა. უბრალოდ დაუჯერებელია, როგორ შეიცვალა ეს ქვეყანა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.